25 მარტს საბერძნეთი ზეიმობს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ინსტიტუტი მოგეხსენებათ არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი. და ყოველწლიურად ვცდილობთ რაღაც სახით ვიზეიმოთ ჩვენც ეს დღესასწაული, ვინაიდან ჩვენი საქმიანობა დაკავშირებულია საბერძნეთთან და ნებით უნებლიეთ გავხდით ამ ქვეყნის, ამ ერის სიხარულისა თუ გაჭირვების თანამონაწილე და თანაზიარი. წელსაც გადავწყვიტეთ ამ დღის აღნიშვნა. წამოიჭრა იდეა, ჩემი იდეა გახდათ, რომ გაგვეკეთებინა ფოტო-დოკუმენტური გამოფენა, რომელიც ასახავდა ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებს. და პერიოდი შევარჩიეთ საუკუნეთა მიჯნა, მე-19-მე-20 საუკუნე და საუკუნის დასაწყისი. ამისათვის რასაკვირველია საჭირო იყო დაფინანსება და კავკასიური სახლი სწორედ გვერდში ამოგვიდგა მისი წყალობით, დახმარების და დაფინანსების წყალობით განხორციელდა ეს პროექტი. შემდეგ რასაკვირველია იყო ხანგრძლივი მუშაობის პერიოდი საქართველოს ეროვნულ არქივში და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. აი ამ მუშაობის შედეგად აღმოვაჩინეთ დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა ვიღაცისთვის ცნობილია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი დოკუმენტებია, რომელიც დღეს გამოვფინეთ, წარმოვადგინეთ ჩვენს ინსტიტუტში, რათა ნახოს ჩვენმა სტუდენტებმა, ნახონ ჩვენმა თანამშრომლებმა და ასევე უფრო ფართო საზოგადოებამ. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ დღეს არის საბერძნეთის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, 25 მარტი და სავსებით ბუნებრივია, რომ ჩვენი ინსტიტუტი, როგორც ტრადიციულად აკეთებდა ამას, ეხმიანება ამ დღეს. Сосед, κυρίες και κύριοι, γνωρίζετε ότι σήμερα είναι η Εθνική Γιορτή της Ελλάδας, είναι 25η Μαρτίου, η μέρα της Ανεξαρτησίας της Ελλάδας και είναι φυσικό ότι το Ινστιτούτο μας, όπως και πάντα, ανταποκρίνεται σε αυτή την μεγάλη γιορτή. წელს ჩვენ გადავწყვიტეთ აღვენიშნა ეს დღე ცოტა თავისებურად, არა ისე როგორც აღნიშნავდით მარტოს გამომსვლელების სიტყვებით, მილოცვებით, ჩვენ რასაკვირველია ულოცავთ ჩვენს ბერძენ მეგობრებს, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ აი აქ ამაზე ჩვენ გვექნება ლაპარაკი, წარმოდგენილი არის ძალიან საინტერესო დოკუმენტები, მაგრამ ვიდრე ამ დოკუმენტებზე მე ქალბატონ მაკას ამ გამოფენის ინიციატორს გადავცემდე სიტყვას, მე მინდა მივესალმო საგანგებოდ საბერძნეთის ელჩს, მის აღმატებულებას, ბაძო ხაზი მიკელაყის, რომელიც დაგვიბრუნდა, როგორც იტყვიან, და მინდა იცოდეს, რომ იგი ჩვენს ინსტიტუტში ძალიან უყვარდათ და მას ძალიან დიდ პატივს სცემდა. როდესაც ბატონის მას გაუნდი ამ ჩემი იდეის შესახებ გაუზიარე ჩემი იდეა, მე არ მიგრძნია ეს სკეპტიციზმი, რომელიც თურმე მას გქონია და მაშინათვე თანადგომა აღმითქვა, როგორც ყოველთვის. მე მგონი ყველა დამეთანხმება, ყველა იდეას და წამოწყებას ყოველთვის თუ ეს ლოგიკის ფარგლებში ჩდება, ბატონის მაგ ყოველთვის ხარს უჭერს ხოლმე. შემდეგ უკვე იყო დაფინანსების საკითხი გადასაჭრელი და აქ უკვე კავკასიური სახლი, რომელიც წარმომადგენელი ბატონი მიხო ბეროშვილი აგზანდება, ფინანსური საკითხი კავკასიურმა სახლმა აიღო თავის თავზე და დიდი მადლობა მათ ამისთვის, ამ გრანტისთვის, რომელიც გამოყვეს პროექტისთვის. Ήταν τα ευχαριστήρια. Μάρια, επίσης στο